სტუდია მონიტორმა 2013 წელს ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა, რომელიც ტაბაწყურის ტბაზე თევზჭერის ლიცენზიის გასხვისებასა და ტბის მიმდებარედ არსებული დაცული ტერიტორიების კერძო მფლობელობაში გადაცემას ეხებოდა. ფილმიდან 7 თვის გასვლის შემდეგ ჩვენ დავინტერესდით, თუ როგორ შეიცვალა ტაბაწყურში ვითარება. სტუდია მონიტორის ჟურნალისტურ გამოძიებაში ასახული იყო ის პრობლემები, რომელიც მეთევზეთა სოფლებს 2010 წელს შეექმნა. მაშინ ტაბაწყურელებმა და მოლითელებმა მოულოდნელად გაიგეს, რომ ტბაში სათევზაოდ ვეღარ შევიდოდნენ, რადგან თევზჭერის ლიცენზია მათ სოფელში გაზრდილმა, ამჟამად სომხეთის პარლამენტის წევრის კომპანიამ იყიდა. როგორც ტაბაწყურელები აცხადებდნენ, მათ არ იცოდნენ აუქციონის ჩატარების შესახებ, თორემ თევზჭერის ლიცენზიას თავადვე იყიდნენ და ტბასაც უკეთესად მოუვლიდნენ. რასაც შენ უნდა გადაიხადო, იმდენიც მე გადავიხდი. მაგალითად ეს კარასი რო არის, ეგეც მე მოვიყვანე, წალგიდან მოვიყვანე. 115 ლარი მივეცი, მოვიდანე ჩავასხი. ტბაში. ეხლა ის პატონი უნდა მოვიდეს იპატრონოს. აუქციონზე, რომელზეც ტბაზე თევზაობის ლიცენზიის გასხვისება უნდა მომხდარიყო, მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა, შპს ტბები. აღნიშნულ კომპანიას სახელმწიფომ ტაბაწყურის ტბაზე თევზაობის 20 წლიანი ლიცენზია 1832 ლარად მიყიდა. ვინ არის შპს ტბები? შპს ტბები საჯარო რეესტრში აუქციონამდე ზუსტად 4 დღით ადრე, 2010 წლის 30 აგვისტოს დარეგისტრირდა. კომპანიის 90%-იანი წილის მფლობელი კი ამ დროისთვის სომხეთის მოქალაქე და პარლამენტის წევრი ვარდან აივაზიანი იყო. შპს ტბების საქმიანობას ტაბაწყურის ტბაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 20 ივლისის ბრძანებით დამტკიცებული დანართი ნომერი 1 არეგულირებს. დოკუმენტში გაწერილია სალიცენზიო პირობები, ანუ ის ვალდებულებები, რაც კომპანიას უნდა შეესრულებინა. არ დაუშვას წყალსატევის დათევზიანება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე. სახელმწიფოს მიერ ვარდან აივაზიანის შპს-ზე დაკისრებული ეს ერთ-ერთი პირველი ვალდებულებაა, რომელიც მაღალჩინოსნის კომპანიამ დაარღვია. კერძოდ მან სევანის ტბიდან ტონობით კიბორჩხალა ჩამოიტანა და ტაბაწყურის ტბაში ჩაყარა. ტაბაწყურის მოსახლეობის თქმით, ტბაში კიბორჩხალის ჩაყრის შემდეგ თევზის რაოდენობა შემცირდა. დღეში კილობით уже მე-4 წელია სანამ იყო ეს კიბორჩხალა, თევზი მორჩა ტბიდან. სად წავიდა იქ თევზი? მაგის ბრალია სულ. ფილმის ეთერში გასვლიდან 7 თვის შემდეგ ჩვენ დავინტერესდით, თუ როგორ შეიცვალა ტაბაწყურში ვითარება და სოფელში ისევ ჩავედით. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ტბაში ჩაყრილი კიბორჩხალა გამრავლდა, ხოლო თევზი კი თითქმის აღარ დარჩა. ტაბაწყურის დათევზიანებაზე კომპანიას დღემდე არ უზრუნია, ამიტომ მოსახლეობამ პრობლემის მოგვარება და ტბაში თევზის გამრავლება თავად გადაწყვიტა. ჩატარდა მეთევზეების კრება მთელ სოფელში. თითქმის ყველა იყო და გადაწყვიტეს, რომ შეაგროვონ სოფელში ფული, იყიდონ ამ ფულით ლიფსიტი, გადაწყვეტილება მოეწონა მთელ სოფელს. მოიარეს კარდაკარ ყველა სახლი, მოაგროვეს, ვისაც ზოგმა 100 დადო, ზოგმა 50, ზოგმა არ ქონდა და ისესხა, მაგრამ თანხა მოაგროვეს იმდენი, რამდენიც სჭირდებოდათ. და აი ახლა ორი დიდი მანქანა დატვირთული მოდის რომ ჩაყარო. დღის 2 საათისთვის ტაბაწყურში კალმახის ლიფსიტით სავსე მანქანა შემოვიდა. ტაბაწყურელები ტბის ნაპირზე შეიკრიბნენ, რათა თევზის გაშვების პროცესისთვის თვალყური ედევნებინათ. ეგა ჩვენი ცხოვრება არის, აი მაგით ცხოვრობ ჩვენა. იმედონ ვართ აქ მთაში და მაგაზე ცხოვრობ. მე მინდა რომ იყოს თევზი, აი მე მარტო მეგი არა, თელმა სოფელმა, იმედონ მოაგროვეთ ფული და ჩავყარეთ ლიფსიტი რომ გამრავლდეს და ვიცხოვროთ მაგით. ტაბაწყურისა და მოლითის მოსახლეობამ 80,000 ლიფსიტი გაუშვა ტბაში. მათი ყიდვა სოფლებს 8,000 ლარი დაუჯდა. მე დღევანდელი დღე ძალიან მიხარე რომ აგერ მთელი სოფელმა ფეხზე ადგა და აი ასეთი კაი საქმე გააკეთა.
იმისთვის, რომ ლიფსიტები გაიზარდოს და გამრავლდეს, წელს გაშვებული თევზის ჭერას მოსახლეობა 1 წლის შემდეგ 2015 წლის მაისში დაიწყებს. თუმცა მანამდე ტბის დათევზიანებას ტაბაწყურელები და მოლითელები კიდევ ორჯერ აპირებენ. Сейчас это наша жизнь. Мы будем развивать форель. И плюс этого икра, липс, рябушка и сига тоже будет во время икра пускать. И все будет полная рыба в озере. Будем пускать, будем ловить и будем давать налоги государству. Сколько решает, конечно, в рамках закона. ტაბაწყურის ტბაზე თევზაობის ლიცენზიის შპს ტბებისთვის $1000 მიყიდვიდან 1 წელიწადში კომპანიამ სახელმწიფოსგან დამატებითი ქონება მიიღო. კერძოდ 2011 წლის 21 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განკარგულება გამოსცა და აივაზიანის კომპანიას ტაბაწყურში ტბის მომიჯნავედ 1000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი პირდაპირ მიყიდვის წესით 1 ლარად საკუთრებაში გადასცა. დაცული ტერიტორიების სააგენტოსგან მიღებული რუკის მიხედვით კი ირკვევა, რომ პრეზიდენტის მიერ გასხვისებული მიწების ნაწილი საქართველოს დაცულ ტერიტორიებს მიეკუთვნება და მათი გაყიდვა კანონმდებლობით აკრძალულია. დაცული ტერიტორიის საკუთრების სახით გასხვისება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ირღვევა კანონი დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ და პირდაპირ არის კანონში მინიშნებული, რომ დაცული ტერიტორია ჩვენ შემთხვევაში აღკვეთილი შეიძლება მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში იყოს. ეს არის ერთი კანონი, რომელიც დაირღვა ამ შემთხვევაში და არის კიდევ მეორე კანონი, ეს არის სახელმწიფო ქონების შესახებ, რომელიც ასევე ამბობს და ჩამოთვლის იმ ქონების ჩამონათვალს, რომლის გასხვისებაც კანონით არის აკრძალული და ამ ჩამონათვალში არის ასევე აღკვეთილის ტერიტორია. შესაბამისად, ორი მნიშვნელოვანი კანონი იქნა დარღვევლიცად საუბარია დაცული ტერიტორიის გასხვისებაზე. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის ეს მოქმედება განკარგულების გამოცემის სახით ქონების გასხვისებასთან მიმართებაში იყო უკანონო. დაცული ტერიტორიების სააგენტომ ქცია ტაბაწყურის აღკვეთილის ტერიტორიის ნაწილის გასხვისების შესახებ არ იცოდა. მომხდარის თაობაზე სააგენტომ სტუდია მონიტორისგან შეიტყო. დიახ, მე ვადასტურებ იმ დოკუმენტის საფუძველზე, თქვენ ჩვენ წარმოგიდგენთ და ჩვენ გავიცანით, ეს არის ნამდვილად დაცული ტერიტორია. არ აქვს მნიშვნელობა ეს გასხვისებულია პრეზიდენტის ბრძანებულებით თუ იმპერატორის ბრძანებულებით. არის რა თქმა უნდა კანონდარღვევა და ჩვენ ამაზე შევიტან შესაბამის საჭიროა სასამართლოში. გარდა ამისა, მიმართავთ ეკონომიკის სამინისტროს, რომ დაიწყოს ქმედებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს აი ამ территории, აი ამ ხელშეკრულების გაუქმება. Вы знаете, что территорию, которую вы приобрели, входит в число защищенных территорий Грузии. Вы когда покупали эту землю, вы об этом знали? Я могу возвращать завтра. Завтра. Записка придет с министерства, завтра эта земля, слава государству, слава правительству, завтра вернем. Завтрашний день. სტუდია მონიტორთან ინტერვიუში ვარდან აივაზიანი მზადყოფნას გამოთქვამდა სახელმწიფოსთვის დაცული ტერიტორიების ის ნაწილი დაებრუნებინა, რომელიც მის საკუთრებაში აღმოჩნდა. თუმცა ეკონომიკის სამინისტროს დღემდე არ გაუქმებია ის ხელშეკრულება, რომელიც ექსპერტების თქმით თავის დროზე უკანონოდ იყო დადებული. ჩვენ როგორც მაშინ განგიცხადეთ თქვენ გავაგზავნეთ ოფიციალური შეტყობინება ეკონომიკის სამინისტროში, სადაც ჩვენ ჩავაყენეთ ეს სამინისტრო საქმის კურსში თუ რა პრობლემა იყო, რომ იყო დარღვეული ქართული კანონმდებლობა და მოთხოვეთ ამაზე რეაგირება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაგზავნილი 2 წერილი, თუმცა როგორც ვიცით, ჯერჯერობით არაფერი არ გაკეთებულა. ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა წერილობით გვაცნობეს, რომ მიწების დაბრუნების თაობაზე სამინისტრო ინვესტორი კომპანიისგან მოსაზრების დაფიქსირებას ელოდება. აბსოლუტურად უადგილოა სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან საუბარი მოსაზრებების წარმოდგენაზე. რეალურად, რადგან აქ იყო დარღვეული კანონი, ეროვნულ სააგენტოს ქონების ეროვნულ სააგენტოს უნდა ეთქვა კომპანიებს, რომ ის იწყებდა ამ ქონების უკან დაბრუნების პროცესს, ვინაიდან კანონმდებლობის დარღვევით მოხდა მაშინ ამ ტერიტორიის გასხვისება და კანონი იცალავს გამოს ტერიტორიის გასხვისებას და ამ პროცესში რა თქმა უნდა შეიძლებოდა რომ მოსაზრებების წარმოდგენა ეთხოვათ კომპანიისთვის, მაგრამ ნათლად უნდა ეთქვათ კომპანიისთვის, რომ ეს ტერიტორია გასხვის და უკანონოდ და ამ ტერიტორიას სახელმწიფო იბრუნებს უკან. 2011 წლის 30 ივნისს დაცული ტერიტორიების მიწების მიყიდვასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და შპს ტბებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა. ინვესტორს 1 ლარად გადაცემულ მიწაზე 2014 წლის 1 ივნისამდე ტურისტული ინფრასტრუქტურისა და თევზსაშენი მეურნეობის მოწყობაზე მინიმუმ 400.000 ლარი უნდა დაეხარჯა. ამ რამდენი წლის განმავლობაში უნდა ეშენებინა
თევზის ქარხანა და ძალიან ბევრი მოსახლეობა დასაქმებულიყო. არაფერი არ არის აშენებული. თქვენ თვითონ შეგიძლიათ ნახოთ. ამ ინტერვიუს ჩაწერიდან 7 თვის შემდეგ ტაბაწყურში ვითარება უცვლელია. კომპანიისთვის ხელშეკრულებით მიცემული ვადა 1 ივნისს ამოიწურა. შპს ტბებმა მასზე დაკისრებული ვალდებულებები არ შეასრულა. ტაბაწყურში კომპანიის ინვესტირების ერთადერთი კვალი კვლავაც ეს დაუმთავრებელი კოტეჯია. ეკონომიკის სამინისტრომ შპს ტბებს წერილობით შეტყობინება 5 ივნისს გაუგზავნა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აფრთხილებს კომპანიას ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვის შესახებ და ითხოვს 2014 წლის 1 ივლისამდე შესაბამისი აუდიტორული დასკვნის წარმოდგენას შპს ტბების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეფასების მიზნით. 1 ივლისი არის ბოლო ვადა, როდესაც კომპანია მონაწილეობს აუდიტორული დასკვნა და რეალურად ამის შემდგომ უკვე სახელმწიფო შეუძლია ეს ხელშეკრულება მოშალოს თავიდან ბოლომდე და ის ქონება, რა ქონებაც გადაეცა კომპანიას გარკვეული საინვესტიციო მიზნებისთვის დაიბრუნოს უკან სახელმწიფო საკუთრებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და არანაირ გაგრძელებაზე ამ შემთხვევაში როგორც ეს სახელმწიფო არ უნდა იფიქროს და არ უნდა გაამახვილოს ყურადღება. ამ დღეებში ჩვენ ისე ვაპირებთ ამ თემის კვლავაც წამოწევას. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ აი ამ ტერიტორიებს დაუბრუნებთ დასულ ტერიტორიების სისტემას. იმის გარდა რომ კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, შპს ტბებს სახელმწიფოს წინაშე 6500 ლარიანი დავალიანებაც აქვს. ეს თანხა პირგასამტეხოა, რომელიც კომპანიას მას შემდეგ დაეკისრა, რაც მან საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებისთვის საჭირო საბანკო საგარანტიო თანხა ვადაგადაცილებით წარმოადგინა. 2011 წლიდან მოყოლებული ეკონომიკის სამინისტრო შპს ტბებს წერილებს უგზავნის და თანხის გადახდას თხოვს, თუმცა კომპანიას პირგასამტეხო დღემდე არ დაუფარავს. ხელშეკრულებაში არის დათქმა 5-4 პუნქტში, ნამდვილად ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების განმეორებით შეუსრულების შემთხვევაში ან და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება ხელშეკრულების ძალმხრივად მოშლის საფუძვლად. ჩვენ გვაქვს არსებული ინფორმაცია, როდესაც კომპანიის მიერ არ მოხდა პირგასამტეხოს გადახდა, არსებობს არაერთი შეტყობინება სახელმწიფოს მხრიდან, რომ გადაიხადოს პირგასამტეხლო, თუმცა კომპანიას დღემდე არ აქვს გადახდილი პირგასამტეხლო. შესაბამისად, ესეც კი საკმარის საფუძველი იყო იმისთვის, რომ სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტროს, როგორც წარმოუდგენს სახელმწიფოსი, შეეწყვიტა ეს ხელშეკრულება და მოეთხოვა ქონების სრულად დაბრუნება უკან სახელმწიფოსთვის. თუმცა ეს არ გამოუყენებია ეკონომიკის სამინისტროს და უფრო მეტიც მხოლოდ შეტყობინების სახით შემოიფარგლებოდა, რომ თანხა იყო გადასახდელი პირგასამტეხლოს ნაწილში. მეთევზეები ელოდებიან, როდის შეწყვეტ სახელმწიფო ხელშეკრულებას იმ ინვესტორთან, რომელმაც მასზე დაკისრებული ვალდებულებები არ შეასრულა. ტაბაწყურელები და მოლითელები ძველებურად თევზჭერის ლიცენზიის მათთვის მიყიდვას ითხოვენ.